20-28 წლამდე უარს ვამბობთ, რომ დღის წესრიგში იყოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი, მაგრამ ამ პერიოდამდეო შევასრულებთო ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ ყველა პუნქტს. დღევაც დღეისობით საქართველოს ევროკავშირის ურთიერთობების მთავარი ჩარჩო დოკუმენტი და ამ გაწევრიანების გზის რუქა არის არა ასოცირების შეთანხმება, არამედ არის ის რეკომენდაცია. არაფერი აქცენტი არ დაუსვამს არც ვითომ პრემიერ-მინისტრს, არც ვითომ საგარეო საქმეთა მინისტრს ამ ცხრა რეკომენდაციაზე. და სრული აქცენტირება იყო ასოცირების შეთანხმებაზე, რომელსაც ასევე ვიცით, რომ რეალურად არაფერს არ შეასრულებენ, ხო? ამიტომ ამით სადეს რომ დაბნეულობა შემოეტანათ ხალხში, რომ ხალხს ეფიქრა, რომ 20-28-მდე უბრალოდ ამაზე არ ილაპარაკებენ, მაგრამ ქვეყანას მოამზადებენ და მე უცებ 20-28-ში ლაპარაკს დაიწყებენ. ასე არ მუშაობს გაფართოების პროცესი, მას აქვს თავისი კონკრეტული გზა და რუქა და ეს რუქა არის ის ცხრა რეკომენდაცია, რომელიც აუცილებლად უნდა შესრულდეს. და ამის მიღმა ცხადია, ის დამატებითი მოთხოვნები, რაც გაჩნდა, ეს არის რუსული კანონების გაუქმება, ეს არის მოზარადი პოლიციელების დასჯა, მსგავსი რაღაცები, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, ხო? ეს თუ არ მოხდა, შენ რაც არ უნდა მაგრად შეასრულო ასოცირების შეთანხმება, რაც მნიშვნელოვანი დოკუმენტია, უმნიშვნელო კი არ არის, მაგრამ ის დღეს არის მეორე ხარისხოვანი, აი იმ ცხრა რეკომენდაციასთან მიმართებაში. გატყუებს და გვატყუებს ყველა, ვინც ოცო დაგვაჯეროს, რომ თუნდაც შეასრულონ და არავის არ შეჯერა მგონი რომ შეასრულებენ ეს ასოცირების შეთანხმება, ამით უცბად საქართველოს გახდება ევროკავშირის წევრი.